ტელეპროექტი უცნობი კავკასია. მოგესალმებით, ეთერშია უცნობი კავკასია, რადიო უცნობისა და ტელეკომპანია მაესტროს ერთობლივი ტელეპროექტი. დღეს ჩვენი გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრებთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელ სესიაზე, სადაც როგორც ინფორმაცია გვაქვს, საპარლამენტო ასამბლეამ უნდა მიიღოს რამდენიმე წუთში თავის სესიაზე საქართველოს რუსეთის ურთიერთობის თემაზე ორი რეზოლუცია. ჩვენი გადაცემის პირველი ბლოკის სტუმრებთან, საქართველოს პარლამენტის წევრთან, ბატონ ბაატა დავითაიასთან და ექსპერტ ბატონ თორნიკე შარაშინიძესთან საუბარს ამ თემაზე განვაგრძობთ რამდენიმე წუთში, მას შემდეგ რაც დავასრულებთ ჩვენს საუბარს ნინო ჟიჟილაშვილთან, რომელიც ამ წუთას იმყოფება სტრასბურგში და ჩვენ მას სატელეფონო ხაზზე ვრთავთ. ნინო, გამარჯობა. მოგესალმებით. მოგესალმებით თქვენ სტუმრებს, აუდიტორიას. ნინო, მოგესალმებით. დიახ. ნინო, როგორც ვიცით, რამდენიმე წუთში იწყება საპარლამენტო სესია, განახლდება უпростоრად საპარლამენტო სესია და გვაინტერესებს რა მდგომარეობაა იმ რეზოლუციებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა მიიღოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს რუსეთის ურთიერთობების შესახებ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორი რეზოლუცია უნდა მიიღოს ამ თემაზე ასამბლეამ. დებატები ამ წუთებშიც მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპისთვის მე შემიძლია გითხრათ მხოლოდ ის, რომ რუსეთს ხმის უფლება არ შეუჩერდება. მეც ვერ გეტყვით ერთადერთი მიზეზის გამო, იმიტომ რომ დილიდან ამ დრომდე და კიდევ რამდენიმე საათის განმავლობაში საპარლამენტო ასამბლეის დარბაზში განიხილება გასულ სესიაზე რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე მიღებული რეზოლუციის შესრულების საკითხი და მხოლოდ სხდომის ფინალისთვის გაირკვევა რასმიან ევროპის საბჭოს დეპუტატთა უმეტესობა ძველი რეზოლუციის ახალ უფრო შერბილებულ ვერსიას თუ საქართველოს მხარის მიერ წარდგენილ 20-მდე პრინციპული ხასიათის შესწორებას. საქართველოსთან ჩამოსულ დელეგაციას სტრასბურგში რუსეთის მხარის მიერ უკვე კარგად ნამუშევარი და შეიძლება ითქვას დამუშავებული ახალი რეზოლუციის პროექტი დახვდა, რომელიც ძალიან ბევრი დეტალის გამო საკმაოდ უსიამოვნო სიურპრიზიც კი აღმოჩნდა. ყველაზე პრინციპული შესწორება საქართველოს მხარისთვის იქნება ის, რომ რეზოლუციაში კვლავ მოთხოვნის ფორმით ჩაიწეროს, რომ რუსეთი ვალდებულია უკან გაიწვიოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება. ვინაიდან ამ დროისათვის რეზოლუციის პროექტში ამ დეტალს სიმწვავე აქვს აშკარად დაკარგული ოქტომბრის რეზოლუციასთან შედარებით, ვინაიდან წერია, რომ მხოლოდ ის წერია, რომ ევროპის საბჭო არ ეთანხმება რუსეთის გადაწყვეტილებას და სინანულს გამოთქვავს ორივე პალატის მიერ ვიზირებულ ხელშეკრულებებზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მათი აღიარების თაობაზე. რუსეთის დელეგაციამ უკვე შეაფასა ეს ნაბიჯი რეზოლუციის ეს ფორმატი ევროპელი კოლეგების კონსტრუქციულ მიდგომად. ერთ-ერთი აქტიური წევრი რუსეთის დელეგაციის კონსტანტინ კოსაჩევი აცხადებს, რომ ევროპელი კოლეგები ძალიან პრაგმატულად მიუძღვნენ საკითხს და გასულ რეზოლუციასთან შედარებით ისინი იმედოვნებენ, რომ ახალი რეზოლუცია იქნება გაცილებით უფრო კონსტრუქციული რუსეთის მხარის მიმართ. რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთს ჯერ არ შეუსრულებია მოთხოვნათა უმრავლესობა, თუმცა არ არის დაკონკრეტებული აქვე რა არ შეუსრულებია და საქართველოს შეასრულა ბევრი, მაგრამ არა ყველა მოთხოვნა. ამ შემთხვევაში იგულისხმება ძირითადად საქართველოს მხარის მიმართ საყვედურად ჰუმანიტარული მისიების არ შეშვება სამხრეთ მხრიდან, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, იგივე საყვედური არსებობს რუსეთის მხრიდანაც, ვინაიდან მათ მიმართ არის მოთხოვნა, რომ ჩრდილოეთის მხრიდან მოხერხდეს ტერიტორიაზე შემოსვლა პოსტსაომარ ტერიტორიაზე და ასევე ძალაში რჩება, რა თქმა უნდა, მოთხოვნა რუსეთის მისამართით დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებითაც. ნინო, შეთანხმდა თუ არა ორივე მხარე წინასწარი კონსულტაციების დროს გვაქვს თუ არა ინფორმაცია, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშიც უნდა გაიხსნას ადამიანის უფლებების დაცვის ოფისები, რომელსაც ითხოვდა ეს იყო ერთ-ერთი მოთხოვნა იმ 33 მოთხოვნათაგან, რომელიც რუსეთის ფედერაციამ დააყენა ამ საპარლამენტო ასამბლეის წინაშე. იცით, ამ შესწორებას კონკრეტულად ჯერჯერობით კენჭი არ უყრიათ ამ შესწორებისთვის, შესაბამისად მე თანამდებობით არ შემიძლია გითხრათ დღის ბოლოსთვის რა რეალობა შეიქმნება, თუმცა მინდა გითხრათ, რომ რუსეთის მხარისთვის ეს პრინციპული მოთხოვნაა და ისინი ეცდებიან, რომ ეს მოთხოვნა გაიტანონ. აქვე აუცილებლად მინდა აღნიშნო, რომ აშკარად ეტყობოდა რუსეთის მხარეს, რომ მანამდე ჰქონდათ ნამუშევარი შესანიშნავად თავის ევროპელ კოლეგებთან. არც დაუმალავს ერთ-ერთ დეპუტატს ძალიან აქტიურს ჩვენთვის კარგად ცნობილ მარკოვს, რომ ისინი კმაყოფილები არიან როგორც იმუშავეს არა მხოლოდ კოლეგებთან, არამედ პრესასთანაც, მედიასთანაც. ჩვენს დელეგაციას კი საქართველოს დელეგაციას, რომელსაც ხელმძღვანელობს პეტრე ცისკალიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პრინციპში მოუხდა ის, რომ ორშაბათ დილით მოვიდნენ ისინი საპარლამენტო ასამბლეის ხდომაზე და დახვდათ ეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც
აღმოჩნდა სხვა ტიპის, ვიდრე ისინი ელოდნენ და ორშაბათიდან დაიწყეს მათ მუშაობა იმ შესწორებებზე, რომელიც გუშინ მოხდა სამდივნოში 20-მდე შესწორებაა ქართული მხარის მხრიდან შესული. შესაბამისად, ეს რეალობა, რომელიც ალბათ დღის ბოლოსთვის იქნება, ალბათ ასახავს აი ამ მუშაობის ეფექტურობას, რომელიც ქართული მხარის მხრიდანაც იყო და რუსული მხარის მხრიდანაც, ვინაიდან რუსები არიან უფრო მომზადებულები, ეს ჯერ კიდევ გასულ სესიაზე შეიმჩნეოდა, აქ მასობრივად შემოყავდათ დაზარალებული მოქალაქეები სამხრეთ ოსეთის მხრიდან. იყო შიგნით პრესკონფერენციები, არიგებდნენ უამრავ მასალას, დოკუმენტაციას, აჩვენებდნენ ფილმებს. ქართულ მხარეს, რა თქმა უნდა, მსგავსი შესაძლებლობა რატომღაც არ ქონდა, ისინი იმიზედებდნენ ფინანსების არარსებობას და არიგებდნენ მხოლოდ ესე პრინტერზე ამობეჭდილ ძალიან მარტივად დაბეჭდილ ტექსტებს და ეს რა თქმა უნდა არ იყო ისეთი ეფექტური, როგორც იყო რუსული დელეგაციის ნამუშევარი. ანალოგიურ შემთხვევასთან გვაქვს ახლა ადგილი, როდესაც რუსეთს აქვს საკმაოდ კარგად ნამუშევარი, ქართულ მხარეს კი უწევს მუშაობა ესე საათობრივად, ისინი ნამდვილად ეხა ბოლო დღის განმავლობაში მე ვუყურებ და მუშაობენ, რაც შეუძლია, თუმცა ეს არ არის ის შემთხვევა, როდესაც ორ დღეში შეიძლება მიაღწიო მაქსიმუმ. დიდი მადლობა ნინო. სატელეფონო ხაზზე იყო ინო ჟეჟელაშვილი, რომელიც ამ წუთას იმყოფება სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, რომელმაც უნდა განიხილოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის თემაზე რეზოლუციები. პირველი კითხვა მე ბატონ პაატასთან მექნება, ბატონო პაატა. ძალიან მტკივნეული იყო ალბათ მოსასმენად ის შენიშვნა, რომელიც ჩვენმა კორესპონდენტმა ამ წუთას სტრასბურგიდან მოგვაწოდა, თუ როგორ დაიწყო საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მუშაობა სესიის გახსნისთანავე. ორშაბათს და არა მანამდე ერთი კვირით, ერთი თვით ან თუნდაც სამი თვით ადრე. რა შეასაქმე, რატომ უყურებს საქართველოს პარლამენტის წევრები, რომლებიც არიან ამ დელეგაციაში, ასეთ მნიშვნელოვან რეზოლუციებს? მე ხა ზუსტად ვერ მოგეთქვით იმასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ საპარლამენტო დელეგაცია, რომელიც მუშაობს, მე არ ვარ ამ საპარლამენტო დელეგაციის წევრი და დელეგაცია, რომელიც აწარმოებს მუშაობას ევროსაბჭოსთან, მას გააჩნია თავისი გეგმები, ალბათ რაღაც არ ვიცი ხა მე მიჭირს ამაზე კომენტარიც გაკეთება, ვერ დავიყრდნობებ მარტო ალბათ ნინოს აზრს, იმიტომ რომ არ ვიცი იქ რა ხდება და ვიწყოთ იმით, რომ მაგრამ სტილი საქმიანობით ჩემთვის ნაცნობი არის, რაც ალბათ ნინო აღნიშნა, ეს მარტო ამ დელეგაციას კიდევ საერთოდ საქართველოს სახელმწიფოში მყოფ ჯგუფს ეხება, დაწყებული წინა ხელისუფლებიდან დამთავრებული ამ ხელისუფლებით, მე ყოველთვის გამოდიოდი და ვიზახოდი, რომ არ ხდება სწორი პიარი იგივე აფხაზეთის ეთნოსწმენდასთან დაკავშირებით და კონფლიქტთან, რომელიც იყო იგივე საერთაშორისო გამოძიების დაწყება და საუბარი საერთაშორისო სანქციებზე და დღეს ჩვენ ამას ყველაფერს ვიმკით და იგივე ომის გაჩაღების სტილი და ის რაც პიარ კომპანია რასაც აწარმოებს დღეს რუსული მხარე, ჩემთვის ცნობილია და გავლილი იყო 98-13 წლებში, როდესაც გაეროს ოფისში ხდებოდნენ რუსები და აფხაზები ვიდეოკასეტებით და დისკებით, დისკებიდან არ იყო ვიდეოკასეტებით და ხდებოდნენ პროკლამაციებით. იგივე სტილიც მეორდება, ეხლა იგივე ეს ხდება შემუშავება რუსული მხარის მხრიდან დიდი თანხების დახარჯვა, სამწუხაროდ რა თანხა ჭირდება ბატონო პაატა იმ ვიდეო მასალას, რომელიც არსებობს? ამაზე არ ვიძახი მე ლაპარაკობ. ან მის ტირაჟირებას. მე ამაზე არ ვიძახი, მე ვიძახი PR კომპანიაზე, რომელსაც აწარმოებს რუსეთი. რაც შეეხება ამ საკითხებს, მაგალითად იგივე თქვათ ვიდეო კადრების ან დისკების და რაღაც სხვას გავრცელებას ეს უკვე თვითონ დელეგაციას უნდა შეემუშავებინა ეს გეგმა და ხა მე ამაზე მიჭირს მართლა კომენტარს გაკეთება, მაგრამ შემიძლია თქვა, რომ იგივე დაუშვათ ის აგრესიის ფონი, რომელიც იყო საქართველოს წინააღმდეგ და კომისია, რომელიც მუშაობდა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ პარლამენტის ვებგვერდზე ყოფილიყო და ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველასთვის და ის თარგმნა ინგლისურად რაც კეთდებოდა, იგივე ვიდეო მასალების და ყველაფრის, რაც შეეძლო, თქვა მე პირადად გავაკეთე. ის აგრეთვე იყო მსჯელობა, მე ბიუროს ნომაზეც დავაყენე საკითხი, მე ხაზი გავუსვა რომ ბატონმა გია თორთლაძემაც, რომ მომზადდეს რაღაც ფორმატი, დისკები და იმის ფორმით სახით და ეს პარლამენტის აპარატზე დავალებული იყო, მე არ ვიცი ხა რა ფორმატში გრძელდება, რა თქმა უნდა, ეს მუშაობა, რომელიც სტრასბურგში შეესწრებები, რაც ახლა არის, რასაც ჩვენ გებულობთ, ეს გათვალისწინებული უნდა იყოს და აუცილებლად ეგ სიტუაცია უნდა გამოსწორდეს. მადლობთ, ბატონ თორნიკე, სამი თვის წინ საპარლამენტო ასამბლეა ევროსაბჭოსი თავისი რეზოლუციით მოუწოდებდა მოსკოვს, რომ უარი ეთქვა თავის გადაწყვეტილებაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. იგივე თუ ჯეროდა იქ რომელიმეს რუსეთიც უკან წაიღებდა ამ თავის გადაწყვეტილებას, მე ეჭვმებარება, რა თქმა უნდა. ამის არ არის რეზოლუცია, რომელსაც უყარა კენჯი ევროსაბჭო. ზრდილობის გამო ეს უნდა მიიღოს, რდილობის გამო თავისი ეს თქვათ
ღირსების გამო მაინც უნდა მიიღო ეს საპარლამენტო ასამბლეის ჟესტია? ნუ პრინციპში რა თქმა უნდა, ეხლა რუსეთი უკან არ წაიღებდა ამას, ეს ცხადი იყო ყოველთვის თავიდან, რამაც საუბარზე მეტია. თქვენ წარმოიდგენიათ, რუსეთი უკან წაიღებს ამას უახლოეს მომავალში, სანამ იგი ძალიან არ დასუსტება და ახალი კატასტროფა არ დაატყება თავს იმნაირ, რომელიც დაატყვა 91 წელს დაიშალა მთლიან საბჭოთა იმპერია. აი მაშინ მოხდა რუსეთის მიერ რაღაცებზე უარის თქმა თავის ნებით და ეხლა სამ მსგავსი რაღაც არ დაემატება რუსეთს, უკან ამას არ წაიღებს ცხადი, ეს ფაქტია. ეს ცხადი ესმის სტრასბურგშიც ძალიან კარგად. ამიტომაც ამ რეზოლუციაში დღეს დარწმუნებული ვარ, აღარ იქნება ეს მოთხოვნა სამწუხაროდ. ანუ რაღაც ესეთი თანამიმდევრობითი პოლიტიკა არ შეინიშნება ევროსაბჭოს ხელმძღვანელობაში. თანამიმდევრობითი არის ის, რომ სამი თვის წინ ითქვა ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, სამი თვის შემდეგ რა შეიძლება შეცვალოს? თანამიმდევრობითია რეგრესისკენ. ანუ ისინი ხვდებიან, რომ ამ ეტაპზე იმიტომ რომ ქართული დელეგაცია არ მუშაობდა? არა, ვერ დავეთანხმები ამ ხრივ პრინციპში ნინოს პათოსი გასაგებია ჩემთვის, რომ ჩვენი დელეგაცია იქ ჩავიდა მომზადებელი, მაგრამ ამ ხრივ ეს გამონაკლისი არ იყო ჩვენი დელეგაცია, არ ანხოთ საპარლამენტო ასამბლეა. ჩვენი საერთოდ საელჩოები, ჩვენი მისიები არც თუ ისე კარგად მუშაობენ, რადგანაც ყველაზე კარგი კადრებით ისინი დაკომპლექტებული არ არიან ხოლმე სამწუხაროდ ეს ფაქტია ჩვენი ერთ-ერთი სამწუხარო რეალობა. არა მხოლოდ ამიტომ, რუსეთმა გამოიყენა ძალა, გარკვეულწილად თავის ქმედება გაამართლა კიდევაც, რადგან ჩვენ ცხინვალის ქალაქის დაბომბვა განახორციელეთ, ამას ვერ გაიქცა ვერავინ ჩვენი მეგობრების, ეს აღიარა ყველამ და ამიტომ თორსა მან აღიარეს ტერიტორიები, ეხლა ნუ რა რჩებაო დასავლეთს და ჩვენ მეგობრებს. რუსეთს ამისთვის გამო ისინი ცხადია, ომს არ გამოუცხადებენ, ვერ გამოუცხადებენ, ამიტომაც ამ ეტაპზე ისინი შეეგუებიან იმას, რომ რუსებმა ეს ცნო, თვითონ ცხადია არ ცნობენ, მაგრამ ნუ რუსეთს იმ უფლებას რომ ან ცნო ეს ტერიტორიები ვერ ართმევენ ფაქტია. აი ეს არის. ბატონობათ ეს ასეთი გამოუვალი მდგომარეობა, ეს ჩიხად რჩება, რომ ევროსაბჭომ ან სხვა რომელიმე ევროპულმა ან საერთაშორისო ინსტიტუციამ თავის დროზე მკაცრად დაგმო აღიარების ფაქტი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის და დღეს ნელ-ნელა ისინი თმობენ პოზიციებს. ნუ ეხლა როგორი სიტუაცია არის, ისე არ არის ისე რომ ნელ-ნელა ვიღაცები რაღაცებს თმობს, ფაქტია ერთი რომ დაფიქსირდა რომ საქართველოს სამი პრინციპი უნდა იყოს დაფიქსირებული წინა რეზოლუციაშიც და ეხლაც. თქვა ეხლა მე არ ვიცი რა როგორ საბოლოო ფორმა რა რეკომენდაციას მიიღებენ. პირველ რიგში ის რომ მოწოდება რუსეთმა აღიარება უნდა წაიღოს უკან ეს დაფიქსირებული მოწოდება, მე ვეთანხმები რომ შეიძლება ამ რეზოლუციაში პირობითად არ გამიოდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ვიღაცა აღიარებს აფხაზეთს და რაკეთებს რუსეთს. ეს პირველი მოწოდება. მეორე პრინციპი რაც აუცილებლად დაფიქსირებული უნდა იყოს, ეს იყო ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი საქართველოს. მესამე საკითხი რომ ქვეყანა არის აგრესორი და უკვე აგრესიიდან გადადის ანექსიაზე. მინდა ხაზი გაუსვა იმას რომ საზღვრის შეცვლა რომელიც დაიწყო რა ქვია მოგეს ორი დღის უკან და საუბარი არის იგივე როკის გვირაბის მთლიანად აღებაზე არის საუბარი იმ გაზზე რომელიც არის ფსოუზე. ყველაფერი ეს უნდა აისახოს იმით რომ ესე იგი მშვიდობის ყოფილიდან რუსეთი გადავიდა ოკუპანტზე, ოკუპანტთან გადავიდა ანექსატორზე, ახორციელებს ანექსიას. ეხლა ამის გაფორმება უნდა წავიდეს აუცილებლად და იგივე იქნება სესია შემდგომი და ეს საკითხი უნდა დაყენდეს და რეზოლუცია უნდა დამცემდეს, მაგრამ მოდით ჩვენ ეხლა ვთქვათ ასე რა არის ევროსაბჭოს რეზოლუციები, ეს რეკომენდაციის ძალის მქონე დოკუმენტი და ევროსაბჭოს თამაშის წესები არის, რაც არის თქო ევროსაბჭოს წევრი ქვეყნები, რეალურად ეს არის დეკლარირება ყველას იმ მიმართ, რასაც ვერ ეთანხმება რუსულ პოლიტიკას, მაგრამ რეალობა ცოტა სხვა არის. რეალობა ის არის, რომ აგრესორი ქვეყანა, რომელიც აგრძელებს აგრესიას, მე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს არასწორი სახელმწიფო პოლიტიკის გამო არის. როდესაც გაეროს რეზოლუციების მიღება ხდებოდა უშიშროების საბჭოზე, თქვენ შეგიძლიათ ჩემი ჩანაწერები აიღოთ, ნახოთ ყველა გამონათქვამში, მე ყოველთვის ვახდე იმას, რომ არ არის დაგმობილი რუსეთი როგორც მშვიდობის ყოფილი, რომ მშვიდობის ყოფილი ჩადის დანაშაულს. დღეს ჩვენ მივედით იქამდე, რომ ბოლო რეზოლუციამდე ყველგან მშვიდობის ყოფილი რუსეთის როლი შეფასებულია დადებითად. შემდგომ ეს მშვიდობის ყოფილი როცა გახდა აგრესორი, გაეროს უშიშროების საბჭომ რეზოლუციას კი ვერ მიიღო, რაც შეეხება იმ კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ. არა ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, იმიტომ რომ ყველას ეს ავიწყდება და დღეს ცდილობენ რომ რაღაცნაირად სიტუაცია შეალამაზნოს. ეს ასე არ არის. ჩვენი პოლიტიკის ბრალია ეს ყველაფერი. რაც შეეხება მეორე მომენტს, იგივე ევროსაბჭოში მე მინდა თქვა რომ გაეროსთან შედარებით ევროსაბჭოში რუსული პოზიციები სუსტია ბევრად და ამის მაგალითი არის ის რომ მოხდა იმ რეზოლუციის მიღება, ასეც ქვია უკან წაღება ანექსიის აღიარების ეს ევროსაბჭოს დამსახურება არის და მე მინდა თქვა რომ რეალობა მე ვფიქრობ რომ რეალურად ის ანექსია რომელიც ახლა გრძელდება, ის დარღვევები რომელიც არის ეს ღიად თავს გამოიჩენს თქვა კაც რეზოლუციებში, მაგრამ ეს დაარჩება რეზოლუციებად
თუ მკაცრი ზომები არ იყო გატარებული, რა ზომებზეა საუბარი? საუბარი არის ფინანსურ ზეწოლაზე, რომელიც უნდა განხორციელდეს. მე სხვა ზეწოლის ბერკეტს ვერ ვხედავ უბრალოდ და ბატონო მიკროფონი იქნებ. ხალხო ძალიან ცუდად ისმის, ხმა. გასაგებია ფინანსური სანქციების დაწესება მით უმეტეს რთული იქნება საქართველოს ინიციატივით მოხდეს. თუმცა აი იმ წინა რეზოლუციიდან მოყოლებული 3 თვის მანძილზე რუსეთი დღეს უკვე დაჟინებით მოითხოვს რუსეთის დელეგაცია, რომ ამ ახალ რეზოლუციაში, რომელიც დღეს უნდა მიიღონ, ჩაიწეროს, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უნდა შეიქმნას ადამიანის უფლებების დაცვის ოფისები. ნუ აქ კონტექსტი ალბათ გასაგებია, რომ დაერქვა სამათ ოფისი აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კი. დამოუკიდებელ წარმომადგენლებში. ეს არის რუსეთის ინიციატივა სწორედ ამიტომაც, თორე ჩვენ ამდენი ხანი ვითხოვთ აფხაზეთში გავიხსნა ეს ოფისები და ვარი იყო ყოველთვის და ეს მეტი არაფერი ეს რა თქმა უნდა. ეს საინტერესო მომენტია, მე ხა ერთხელ რაღაცას გავუსვამ, ხალხს ვინც ადენებს ვაკურსუცებ მიხვდება. DST-ს ფორმატში, ძალიან საინტერესოა, DST-ს ფორმატში აფხაზეთი არ არის მხარე. საერთოდ არაფერი არა. DST-ს ფორმატში, სამშობლო ფორმატში. გაეროს ფორმატში აფხაზეთი არის მხარე. აი ამ მხარეში როდესაც იყო ლაპარაკი, მე დავითანხმები, რომ გალში ადამიანის უფლებების დაცვის ოფისის გახსნაზე აფხაზურმა მხარემ და მშვიდობის ყოფილმა რუსულმა მხარემ თქვა უარი. დღეს როდესაც მათი მიდგომით უკვე მოხდა აღიარება, როგორც ორი სახელმწიფოების ხელშეკრულებებს, ეხლა რა თქმა უნდა, მზად არიან გახსნან ეს ოფისი პირობითად ვთქვათ, იგივე ოსეთში და იგივე გალში. მე თქვან ეს, რომ იცავენ, პირობითად ვიძახი ქართულ მოსახლეობას თითქოს და უსაფრთხოება ამით გარანტირებული ქართული მოსახლეობა. გალში კი, გალში, რომელიც უკვე ძალადობრივი გზით ანიჭებენ პასპორტიზაციას და, ეს შემდგომი ეტაპი დაფიქსირების არის, ვთქვათ, არაქართული არა საქართველოს მოქალაქეების ყოფნის იქ და უკვე როგორც აფხაზეთის მოქალაქეების ეს მოქალაქეების დაცვითი ღონისძიებები, ამით საზღვრის გაძლიერება, რომელიც ხდება იმ გურზე, თქვათ, საქართველოს ადმინისტრაციულ საქართველოს წინააღმდეგ, ეს მათი ქმედებებია. ეხლა უკვე უყურეთ როგორი ფორმატი ხდება რუსეთის ცდილობს ანახოთ. აი ხო ხედავთ, ჩვენ კი გვინდა ეს გავხსნათ, მაგრამ აი ეს ქართველები, ესენი ეს ფაშისტები, ეგენი წინააღმდეგი არიან ასეთ რაღაცეებზე, ხვდებით? ეგაა ფორმატი დღეს, ამიტომ მინდა გავუსვა ხაზი, რომ ეუთოს ფორმატზეც პრობლემები შეიქმნა და 15 თებერვლიდან პრობლემები შეექმნება გაეროს ფორმატს. აფხაზეთში, ხო? ესენი ცდილობენ თავისი ფორმატი რაღაცა თქვა იგივე ეუთოს ვარიანტში რაღაც შეცვალონ და საბინეტი წინადადებები, რომელიც იყო წამოყენებული გარკვეულ საკითხებში ჩვენთვის მიუღებელი მომენტები იყო, მაგრამ საქართველოს მხარე იმაზე თანახმა იყო, რომ ეს ოფისები გახსნილი იყო ცხინვალში, მაგრამ ბოლოს რუსებმაც ამაზეც უარი თქვა, ხვდებით? ამიტომ მაქსიმალურად ესენი შეეცდებიან ეხლა, რომ მოწმეები არ ყავდეთ, არ იყოს მოწმე გაერო, არ იყოს მოწმე ეუთო და წავიდეთ დანაშაულებებზე. სიტუაციას აღწერთ. მე მაინტერესებს პირველში თქვენი მოსაზრება ბატონ თურნიკე. მაინც კითხვაც ალბათ უფრო თეორიული ხასიათისა. ეს რას ნიშნავს? საქართველოს აგებს ამ დიპლომატიურ ომს? საქართველოს რო წააგოს დიპლომატიურ რუსეთთან, ამაში პრინციპში გასაკვირი არაფერი არ იქნება. პატარა სახელმწიფო, ახალი სახელმწიფო, ახალბედა დიპლომატებით, ცხადია, ასეთ დიდ გამოცდილ მონსტრს ვერ მოერევა. ჩვენ ამას ისევ და ისევ ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ საკადრო პრობლემა გვაქვს. რა თქმა უნდა, ერთი პრობლემა ეს ერთი დეფიციტი კადრების და მეორე კადრების არ გამოყენება, არსებული კადრების არ გამოყენება, ეს მეორე სერიოზული პრობლემაა. და ისიც რომ ჩვენ როგორც ჩანს არ გავდივართ თქვა ბოლომდე ეს კონსულტაციებში ჩვენ დასავლელ მეგობრებთან რა შეიძლება იყოს შემდგომი ნაბიჯი რუსეთის ამას წინსწრები მოქმედებები პრევენცია უძღვდეს ხოლმე წინ როგორც ნახეთ ეხლა ჩვენ აღმოჩნდით საკმაოდ რთულ მდგომარეობაში სტრასბურგში რუსები დაჟინებით ითხოვენ რომ დაარსდეს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისები და ჩვენ იძულებივთ ამის წინამდე წავიდეთ ალბათ არ ვიცი იქ რა მოხდება გაურკვეველია თუ ჩვენები ეხლა მოძებნე იქ რამე ფორმულებას რომ აიცილონ თავიდან უხერხულობა გაიხსნას ოღონდ არა ისე როგორც რუსებს უნდა ეს სხვა ამბავია თუ ამას შეძლებენ ანუ ჩვენ საბოლოო ჯამში ცხადია მოყოლებული ალბათ 90-იან წლებიდან მოყოლებული ჩვენ დიპლომატიურ ომს ცხადია რუსეთთან ვაგებთ და გასაკვირია ამაში არაფერი არის ერთადერთი სერიოზული გამარჯვება რომელიც მიღწეული ხო შეიძლება იყოს გასაკვირი ის რომ არ წავაგოთ ერთი გამარჯვება რომელიც მიღწეული იყო 90-იან წლებში მაშინ ეუთომ დააფიქსირა ეუთოს სამეცეთ აფიქსირა აფხაზეთში ეთნიკური წმენდა ქართველების სამწუხარო დღეს ეს ყველას ავიწყდება ხოლმე ჩვენთანაც ანუ ამ დოკუმენტის აფიშირება და ისე თქვა მუდამ ამით აპელირება არ ხდება რომ ეუთომ ხო აღიარა წმენდა ქართველების აფხაზეთში ამ დოკუმენტს არ იხსენებთ თუნდაც არა ეს მიღწეული იყო 90-იან წლებში შეურნენის პერიოდში ეხლა გასაგებია შეურნენის რომ ლანძღოთ ყველა მე ხა მიღებული ტონია მაგრამ ეს რაც მიღწეული საქართველოს მიღწევა და არა შეურნენის ეს უნდა ამოვიღოთ და ამოვიყენოთ რაღაც დონეზე დიპლომატიურ ომში ჩვენ რაც შეეხება დიპლომატიურ ომს ფაქტურად მე არ მინდა თქვა რომ ჩვენ ვაგებთ გვაქვს პრობლემები რა არ მინდა დავუჯერო რომ ვაგებთ მაგრამ მე ვეთანხმები ეუთოს დოკუმენტთან დაკავშირებით მაგრამ ხაზე მინდა გაუსვა რომ
ხა მე ამასთან შეხებით წერტილები მქონდა იგივე ჰააგაში, იგივე სხვაგან, მაგრამ ეს დოკუმენტი სამწუხაროდ დარჩა დოკუმენტად, რატო გეტყვით, იმიტომ რომ მტკიცებულებებით არ იყო გამწვალული. ამ მტკიცებულებებზე საუბარი. დღეს ძლივს საბოლოო არა, ლისაბონის სამიტის იყო ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რაზე მინდა თქვა, დღეს თორსა ჩვენ დავობთ რუსებთან. ამ პირობითად მინდა ხა არ მინდა ჩავუღმავდე ამას და თქვა, იმიტომ სასამართლო პროცესი მიდის ჰააგაში. მე მინდა თქვა, რომ ჩვენი მხრიდან მტკიცებულებები არ იყო დანაშაულებთან დაკავშირებით, რომ მოხდა ეს. მაინც მიიღწევთ ამ დოკუმენტის კი, ხო, ეს დიპლომატურ დონეზე მიღწეული პოლიტიკური გაწყვეტილება იყო. რაც შეეხება მტკიცებულებებს, რომელიც ჩვენ უნდა გამოიყენოთ ახლა უკვე სასამართლოში, აქ უკვე პრობლემები გაგვიჩნდა. ახლა პარლამენტის დადგენილება, რომელსაც მივაღებული იქნა საქმე აღიძრა, უკვე 500-მდე ადამიანი დაკითხულია. მე ამას რამდენი წელიწადია ვითხოვდი, რომ ეს უნდა ყოფილიყო. ყოფილიყო იმის გამო, ეს ამას აძლიერებს. ახლა რა ხდება, უყურეთ, სასამართლო პროცესი. პირობითად ვიძახი, რომელიც მიდის ჰააგაში, რუსების წინააღმდეგ, ხო? დგას მარტივად საკითხი. ჩვენ ვიძახეთ ლისაბონის სამიტზე. ნუ ყველანაირ იმაზე ვთქვათ, საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკურ საკითხზე მინდა ხაზი პარლამენტის დადგენილება არაერთი რუსეთის სამშვიდობო ძალების მოქმედებასთან დაკავშირებით. ხო, შიდა ნორმატიული აქტი. და როდესაც სასამართლოში მიდის და გაეროს რეზოლუციებზე საუბრობ და სხვა რაღაცებზე, ყველგან ქართული მხარე ეთანხმება რუსეთის მშვიდობის ყოფილების კარგ მოქმედებას. დადებითად და ყველგან შემოსწავლ. ერთი წინააღმდეგობა გათქმული, რომ რუსეთი ერთი წინააღმდეგობა არის არასრულეს მოვალეობა, ასეთი რაღაც არ არის. ბატონო, ტაკის მომენტიც არა, რომ ჩვენ დასავლეთი გთხოვდა ხოლმე, რომ მოდი რუსეთი იყოს ჯერჯერობით, ამიტომაც ხარი დაუჭირეთ. ეს დღეს ჩვენ უცებ მშვიდობის ყოფილიდან გახდათ აგრესორის სახელმწიფო ხოსტორია და ჩვენ გადავერთეთ სხვა რელსებზე. აი ეს მოსამართებელი სამუშაო, როგორც ახლა დღეს სტრასბურგში პირობითად ხო რუსები მოქმედებენ, იქ ხო მთელი ინსტიტუტების მიდგომაა, ხო? აი მაგალითად პირობითად მოქალაქეობის მიღება 2000 წელს დაიწყო აფხაზეთში. როდესაც მე ამაზე ვთქვი, რა არგუმენტი მივიღე, იცით? ეხლა არ მინდა გვარები დავასახელო, ბევრი პოლიტიკოსისაგან და ექსპერტისაგან, ვინც ამაში იყო ჩართული. და რა რუსეთის მოქალაქეობაზე ლაპარაკობ, ჩვენ რო დაბრუნდებით არჩევნები რო იქნება, ისინი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. მე მაშინ ვთქვი, მოქალაქეობის მინიჭება ნიშნავს იმას, რომ პენსია, ინსტიტუტი და რუსეთი დაიცავს თავის მოქალაქეებს. ამაზე უნდა აგვეტეხა ერთი ამბავი. მაშინ 2000 წლის ამოსყვები რა. იმიტომ ეს დოქტრინა მეიყო მაშინ რუსეთს რომ დაიცავა თავის მოქალაქეებს ყველგან დაიცავა. ამიტომ ეს იყო სახელმწიფო პოზიციაზე ვლაპარაკობ. ეს იყო დღემდე, სანამ არ დაიწყო აგრესია. ამას მინდა ხაზი გაუსვა. დღეს ეს ყველას ავიწდება. დღეს უცებ კი არ გახდა რუსეთი აგრესორი. ძალიან სწორად გაუსვა ხაზი ბატონ თორნიკამ. ეს მოდიოდა ეტაპობრივად დიპლომატია შეცდომა სახელმწიფო დიდი მადლობა. რუსეთი აღარ არის სამშვიდობო ძალები ამ რეგიონებში და პარალელურად მიდის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს თან დაკავშირებით რეზოლუციების მიღება და არც თუ წამგებიან მდგომარეობაშია დღეს რუსეთი ამ პროცესში. მოდით დავადოთ ბოლომდე და ნახოთ როგორ იქნება. დავადოთ. დიდი მადლობა. მედია პროექტი უცნობი კავკასია. მე მგონი არ იცნობ შენ ქართულ ხალხს. მე მგონი კი რა აღდათ არ იცნობ. ნუ არ გიყვარს ხო ერთია, მაგრამ იცი რატო არ იცნობ? იმიტომ რომ შენი მხარდაჭერებისგან გამიგია ესეთი სიტყვები, რომ ეს ხალხი სულ წიხლის ქვეშ უნდა ყავდესო რა. რატო რა დაგიშავა? იმიტომ რომ მოგიყვანა ეს ლანგარზე მოგართვა, აგიყვანა და დაქსვა. მაგიტომ უნდა ყავდეს წიხლის ქვეშ. დაგიმწკიცებთ იმას, საქართველოში ძალიან მაგრად შეიძლება ბედნიერი ცხოვრება. აფხაზებთან, ოსებთან ერთად ძალიან მაგრად შეიძლება ბედნიერი ცხოვრება. დაანგრევას არაფერი არ უნდა. მიშა. ეს ომი დაიწყო 1991 წელს, ეს ომი. სულ არ გეპასუხა და სულ თბილისში წამოსულიყავი, მაინც მოყვებოდნენ ბოლომდე რა. აი აქ შემოვიდოდი ხოშიან. მაგრამ მედვედევი გეუბნება ბიჭო რომ მე გეგმავდი ამას ერთი წელი. ილარიონოვი, რუსეთის პრეზიდენტი ან პუტინის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში, წერს ყველაფერს რა. რამდენი ხანი მიდიოდა მზადება. რა ომს ვერ ავიცილებდით, აი გუში ნახა გიალაპარაკობდა. ვის უნდა და რა აცი? რა ომი და ვინმე მოინდო მაგაც. და საქართველოს ისტორია და მსოფლიოს ისტორია, ომების ისტორია კი არა. ომების აცილების ხელოვნებაა საერთოდ. და ვიხუმრეო, ისო თქვა, ეს ვიხუმრეო ისო. ის სამთვიანი ამბავი. სამთვიანი ამბავია. მიშამდაგი განდარე, კოპას პაკოდივანოს. მიშამდაგი განდარე, ფარავს მართავს ადამიანო. მიშამდაგი განდარე, გამოგვაფხიზულა ერო. მიშამდაგი განდარე,
espero საქართველოს რეზიდენტო არ შემდგარო დისიდენტო უშენობა გინდა მე რომ მინდა ჩვენ რომ გვინდა ის ქვეყანა სად არის პრეზიდენტო თანაც საკრამენტო პიარამენტო თანაც ტელელენტო სუპერმენტი აკარის მადლობა ვიშალს და გიგანატარეს დუზიდა ეცათანო ჩაიდალია მერე და მერე ფორტეპიანო მიშადა მიკანტარე მეგობრები ტანო ამაზე ცუდი ტონი როგორ ავიტანო ოჩა ჩელენდანო საკნიდან ჩვენ სტუდიაში ბატონი კუბა სანიკიძე, ბატონი გია თორთლაძე. რა იყო ეს საკანი თქვენთვის? საკანი რა იყო ჩვენთვის? ხო. ეს აქცია არის ხო აქციაში არა. მივიღე მეკადე. ტელეკომპანიისთვის გასაგებია რა არის, მისი ავტორისთვის თქვენთვის რა იყო ეს საკანი? ალბათ ჩემთვის საინტერესო საუბარი იყო. ვისაუბრეთ ძალიან მნიშვნელოვან თემებზე. თქვენთვის ბატონ გულას? ჩემთვის პროტესტში თანამონაწილეობა პირველ რიგში. და პროტესტი თქვენს გქონდათ? ბატონი. პროტესტი მაქვს, მე ბევრ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა. მაგრამ ამ შემთხვევაში იყო მოწვევა, ასე ვთქვათ, მე თვითონ არ გადამწყვეტია იქ მისვლა. გიამ თქვა, რომ ძალიან კაი იქნება, მინდა რომ შემოვიდესო და ეს მოწვევა ჩვეულებრივად აღვიქვი და მივედი და ვისაუბრებ საკითხებზე. და რაზე გინდოდათ გესაუბროთ და იქ ვერ ესაუბრეთ? პრაქტიკულად ყველაფერზე, იმიტომ რომ ბოლოს უკვე ყვებოდით რაღაცა ისტორიებს, ყვებოდით ანეკდოტებს, ბოლოს. ასე რომ რაღაც თემა რო ყოფილიყო, ასე ვთქვათ, ღია დარჩენილი და ქონოდა სურვილი საუბრის ან ერთ ხარეს, ან მეორე ხარეს, ალბათ ვისაუბრებდით, ან დროში არ ვიყავით პრაქტიკულად შეზღუდული და რაც სწორია ფორმატი თვითონ ამ საკანის მემადლობა საშუალებას რო გავშვით, ღია დარჩენილიყავი რა. და პროტესტის ეს ფორმა თქვენთვის მისაღებია? რა თქმა უნდა. და ძალიან საერთოდ გია ნიჭიერი კაცია. მე გაჩეჩილაძის გულისხმობ. და ძალიან ზუსტად მიაგნო. ამ ფორმას მე ვფიქრობ, რომ ჩვენ საზოგადოებაში ძალიან ბევრი თემაა, რომელიც არ განიხილება მედიაში რა. ადამიანები უფრო ოფიციალურები არიან მიკროფონებთან, ტელეკამერებთან, ხო, არა და ძალიან ბევრ თემაზე მიდის საუბარი და აი საკნის ფორმატი არის ის ფორმატი, რომ აი ის თემები განიხილონ ადამიანებმა, რაზედაც საუბრობენ სახლებში, ქუჩებში, სტუმრად, მასპინძლად. ბევრია ეს თემა და ბევრს საუბრობენ ქართველები. აი ყველაზე კარგი თემა რომელი იყო, რომელიც თქვენი ყოფნის დროს რა ვიცი, ახლა ან თქვენ ინიციატივით წამოიწყეთ, ან მოგიწიათ ამ თემაზე. პრინციპში იქ ინიციატივა ჩემი არ ყოფილა, ახლა ჩემი მასწავლებელი იყო იქ ზაზა ალექსიძე, აბაშიძე უკაცრავად, რომელიც ორი ისტორიკოსი როცა ზესადმე გინდათ საკანში, გინდათ აკადემიაში ყოველთვის ისტორიაზე მიდის იქ საუბარი. ხო, ამიტომ იქ ინიცირება რაღაც თემების არ ყოფილა რა. ეს გაგრძელება არის და რაღაცის დასაწყისი, რაღაც ჯაჭვში ვიყავით ჩვენ, ერთი რგოლი რა. ამ თემებზე მიდის საუბარი. ახლა ჩვენ ისტორიაზე მიდო იყო საუბარი, რომ მომავალს ვერ დაგეგმო გუშინდელი დღე და თუ არ გაითვალისწინე შეცდომები, გამოწვევები თუ არ გაიგე, რა არის სწორი აქცენტირება, ხო? რა ხასიათებია ამ ქვეყანაში, რატომ დაგვემართა ეს, რატომ ვერ დავდექით ფეხზე? ამას ყველაფერს ანალიზი უნდა, ამას ყველაფერს განხილვა უნდა. რისი თქმა გინდოდათ ყველაზე მეტად აი იმ საათებში, როდესაც თქვენ იქ იყავით და უბრალოდ ან თემას არ მოყვა, ან გადაწყვიტეთ რომ არ გეთქვათ. მე კიდევ ვერ იხსენებთ ასეც. არა. მე ვერ ვიხსენებ. რაც მომივიდა თავში და რაც მოუვიდა ზაზას და რაც მოუვიდა გიას თავში, ყველაფერზე ვისაუბრეთ. თუმცა იმდენ რამე არის, რა ჩვენ იმ მომენტში აზრი არ მოგვივიდა ბევრია. სიტყვაზე ხა მე რაღაც მიმართულებებზე არ გავამახვილე იქ შეგნებულად ყურადღება. მაგალითად, მაგ ჩემი მოსაზრებები ხა სოფლის მეურნეობაზე და დაკავშირებით. ხო, რა თქმა უნდა. ეხლა მე სოფლის მეურნეობაზე ხა გიასთან არც გიას მოუნდებოდა სოფლის მეურნეობაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ
მეც არა ვარ სპეციალისტი, მაგრამ მე ხა ამ ბოლო პერიოდში რაღაცები დავინტერესდი და რაღაცებში გავერკვიე, მაგრამ ხა იქ არ იყო ის საზოგადოება, რომელთაც აუცილებლად სოფლის მეურნეობაზე გარემოც არ იყო ისე. თუმცა, ხო, არც გარემო იყო და თუმცა შეიძლება დავუშვათ ზოგადად რაღაცაზე გელაპარაკა, ხო, მაგრამ ნუ არ წამოიჭრა ეს თემები იქ და არის ეგეთი უამრავი თემებია. ძირითადად იქ საუბარი იყო იმაზე, პარლამენტში უნდა შევსულიყავით, არ უნდა შევსულიყავით იქ რა, ასე ვთქვათ, ადამიანის უფლებებზე იყო საუბარი. რაც ბევრი საკითხი შევეხეთ სულ ყველანი ერთად, საკითხები, რომლებზეც მეტნაკლებად საზოგადოება საუბრობს. ახლა საზოგადოება არ საუბრობს, მაგალითად, მელიორაციის თუ არ ეხება პირადად მას, ახლა მელიორაციის პრინციპებზე და მელიორაციის პრობლემებზე, რომელიც დავუშვათ დგას დღეს. მაგრამ ამ თემაზე რო გესაუბროთ, მოусმენდა საზოგადოებამ. მე არ ვიცი, ვიღაცა მოусმენდა, ვისაც პირდაპირ ეხება, მაგრამ ზოგადად საზოგადოება რადგან საუბრობს ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე. აი, დაკვირვები ხართ თქვენ თვითონ დაუშვათ იმ თემებზე, რაზეც მოგიწიათ საუბარი. საქმედან გამოსვლის შემდეგ გამოხმაურება შეხვედროდა ცადმე ან ვინმე თავისი მოსაზრებები ეთქვა იმ პრობლემაზე რაც თქვენ იქ საუბრეთ. ასე იყო ჩემს გარშემოც და დღესაც გრძელდება ეს. და რატომ არის თქვენთვის მოსაწონი პროტესტის ეს ფორმა? ეს პასიური პროტესტია ახლა, ეს არ არის აგრესიული პროტესტი. არავის არ ესხმის თავზე გია გაჩეჩილაძე, ის უბრალოდ თავის თავს იზღუდავს, ხო? ეს ცნობილი ფორმა არის პროტესტის. საუკუნეში, ხო? ნებისმიერი თუ არ არის აგრესიული და თუ არ იწვევს ვიღაცის კლას, ვიღაცის დაჩაგვრადებას, ყველა ფორმა პრინციპში მისაღებია რა. წარმოიდგინეთ, რომ საკანში შევიდეს დაუშვათ ხელისუფლების უმრავლესობის წარმომადგენელი. არ იქნებოდა ცუდი. ოღონდ თუ შევლენ თუ არ შევლენ, გააჩნია ხელისუფლების წარმომადგენელს ასე ძახით. ხელისუფლება მეგულისობის უმრავლესობის მეთქი. ან დაუშვათ რომელიმე მინისტრი თუ წარმოგიდგენიათ ასეთი. ნუ არ ვიცი რა, მე პრემიერ-მინისტრი შევა იქ, მაგრამ ან რომელიმე მინისტრი. ან რომელიმე მინისტრი. პრემიერ-მინისტრთან ძალიან ბევრი კითხვა იქნება ალბათ. მინისტრი არ ამგონია, მაგრამ ვინმე შეიძლება შევიდეს. ახლა უმრავლესობაშიც არიან ადამიანები, ვისაც სინდისის ქეჯნა აქვს, თუმცა ისინი ვერ წყვეტენ საკითხს იქ. ნიჭიერი ხალხიც არის იქ და პატრიოტებიც არიან, თუმცა ისე ვიმეორებ, ისინი ვერ წარმართავენ საერთოდ. მე ამ კითხვას იმიტომ გესვათ, რომ ვიცი, რომ პროდიუსერმა მიმართა ძალიან ბევრი წარმომადგენელს და თითქმის ყველასგან ვარი იყო. ამ დროს არა, დიდი 100-დან 99 უარს იტყვის, იმიტომ რომ და რა მოტივით იტყვის ვარზე, თქვენ რატო ფიქრობთ? და რა უნდა ილაპარაკო, ნუ? საერთოდ არ აქვს ალაპარაკო. რა აქვს ალაპარაკო? მე მაგალითად გეტყვით ერთ. მე თქვენგან მაინტერესებს. ჩემთვის გამოცანა. აი თუ ხელისუფლება მიიღებს, თუ კი არა მიუღია უკვე, ხო? ასე ვთქვათ, გამოწვევა, ანუ წინადადება და ამბობენ უარს, ხო? მე ვფიქრობ, ნებისმიერი გამოწვევა ეს არ აქვს ნიშნობა პოლიტიკურია, ისე ადამიანურია თუ რაღაც სხვა კუთხით არის. ადამიანი გაურბის ამ გამოწვევას. აი მოდი დავიჟექი, მოდი ვილაპარაკოთ გეკითხი გეუბნები რა. მოდი აი დავჯერდეთ ვილაპარაკოთ და არა გინდა ლაპარაკი რა. გამირბიხარ მუდმივად. ცუდია ესა რა, არაფერი კარგი მაგაში არ არის. ამიტომ ხელისუფლებამ შეიძლება ეხა პრემიერ-მინისტრი მივა იქ თუ დავუშვათ რომელიმე მინისტრი ჩემთვის ამას პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს. იქ უნდა მივიდეს ხელისუფლების წარმომადგენელი, გინდა პარლამენტიდან ვინმე, გინდა საიდანაც. თუ მივიდა, მაშინ იმას მოუწევს ძალიან ბევრ რამეზე პასუხის გაცემა. ხო, შეიძლება ამიტომ ისეთი ადამიანი მივიდეს, რომელიც გაცემს პასუხს დავუშვათ არ იტყვის იქ რომ მე ეს არ ვიცი. ან ამაზე დაიწყე ლაპარაკს ეს არ ვიცი, ეს არ ვიცი, ეს არ ვიცი. აბა რა იცი მაშინ? რაღაც უნდა ამიტომ ისეთი ადამიანი მივიდეს, ვინც ბევრ რამეზე, დავუშვათ, ბევრ რამეში გათვითცნობიერებულია, ან თანამონაწილეა, ან თანამონაწილე არ არის, მაგრამ საქმის კურსში რა ხდებოდა, ან ეხლა რა ხდება და პასუხს გაცემს. თავისთავად აი ესეთ გამოწვევაზე თავის არიგდება, რა თქმა უნდა, არ არის. მე ერთ რამეს დავამატებ. შეიძლება პასუხიც კი გასცენ, კაცო, არ არის პრობლემა, მაგრამ შეიძლება ის პასუხი არ მოეწონოს ვიღაცას. თავი პრობლემა ხელისუფლების. ვიღაცას ვის? უმაღლეს ხელისუფალს და მის ეგრეთ წოდებულ ლიდერშიპს. ანუ თავი პრობლემა იმ ადამიანის თორემ პასუხის არ არსებობს შეკითხვა, რომელზედაც პასუხი არ არსებობს, ოღონდ პასუხის ხარისხს გააჩნია ხელისუფლებისთვის, უმაღლეს ერშელონისთვის. პასუხს გასცემენ, ოღონდ ის პასუხი არ მოეწონებათ მათ. თორემ თითქმის ყველას ჩვენ შეკითხვებზე პასუხი გაცემული გვაქვს შინაგანად, მათ შორის ხელისუფლებაში ვინც არის, პარლამენტში ვინც არის, მე დანამდვილებით ვიცი, რომ დიდი უმეტესობა მათი ძალიან უკმაყოფილოა დღევანდელ ვითარები და ახლა ნორმალური ადამიანი დღევანდელ ვითარების წარმომადგენლებს. დიახ, რა თქმა უნდა, იმათ გულისხმობ პირველ რიგში.
თორემ საზოგადოება და ოპოზიცია უკმაყოფილოა ხა ეს არ ახალია უკვე. თვითონ თემებსაც შეეხება ხე რაც ვისაუბრეთ, ძალიან საინტერესო რამ მოვისმინე მე იქ. ხედვა ყოველ შემთხვევაში ეს პოზიციაა და მე ყოველთვის მომხრე ვარ რა პოზიციაც არ უნდა კონდეს ადამიანს რაც არ უნდა კონდეს ეხლა თუ ის არ ახარ შარზე თუ არ ახარ შარა სადისტი თუ არ ახარ და დაუშვათ პათოლოგი თუ არ ახარ და ეხლა ადამიანის კვლელობა არ გინდა და ამის ასე ვთქვათ ახსნა გინდა იქ როგორ კარგია თუნდაც მასივი იყოს სერიული მკვლელი და ამას ვერ ახსნი ხო ვერასდროს და ვერცერთი საზოგადოება მაგრამ ნებისმიერი პოლიტიკური პოზიცია არის პოზიცია მე იქ მაგალითად მოვისმინე ჩემი ოპონირება როცა მიდიოდა იქ და მოვისმინე რომ რა გახდა ეს ნატო და არ გვინდა ეს ნატო და რა საჭიროა ნატო თუ მოგვიტანს უბედურებას მე ხა ჩემი მოსაზრება მაქვს მე ჩემი თქვი იქა და კარგა ხანს გრძელდებოდა ამ თემაზე ლაპარაკი და მე ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ კი არ არის მნიშვნელოვანი რომ მე იქ კაი პასუხი გავეცი ან ვიღაცამ იქით ამ ხრიდან დამარწმუნა რამეში ან რამე არა ეს თემა არის რომელზეც საუბრობს საზოგადოება და საქართველოში ეს თემა დგას ტრიალებს ოთაშორის ტაბუდადებული თემაა ეს მე არ ვიცი ახლა საგარი გახსნა ესა გიებმა გახსნეს და მეც გავაგრძელე მე უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ ამაზე იმიტომ რომ ტაბუდადებული თემაა როგორც კი ნატოზე რაღაც ეჭვს გამოთქო მაშინვე ან რუსეთის აგენტი ხარ ან მონღოლეთის ან ტაილანდის ან რაღაც და ბევრია ესეთი ტაბუირებული თემა საქართველოს ეს ახლა ამ შემთხვევაში და ეს მხოლოდ ფორმაა ტაბუდადებული კი არ არის თემა უფრო სწორედ რო ვთქვათ თემა კი არ არის ტაბუდადებული აი ის პოზიცია, იმ პოზიციისადმი, ეს დაახლოებით მაგნოებს ერთ რამეს რა. აი ხა დღეს ვინც ამბობს რომ მე ვთვლი რომ არ მინდა ნატო. არის ესეთი ხალხი ქვეყანაში. ოთაშორის მომრავლდა უკვე. ხო. და არ ამბობს ამას. და რომ რაღაც არის მოსაზრებები აქვს, რატო არ უნდა ნატო და რისთვის არ უნდა ნატო. მე პირიქით ვარ დავუშვათ, მე პირიქით ვამტკიცებ. ამას შეიძლება ვიკამათოთ რა და ეს არ არის პრობლემა. კამათში ყოველთვის რაღაც საინტერესო ასეთი ტიპის გადაცემები არის ტაბუს მოხსნის. ხო და არა ტაბუ კი არ არის. ესე იგი გუბას უნდა ეთქვა რომ აი თუ შენ პოზიციას ამ მიმართულებით და ფიქსირებ აქ შენ პრობლემები შეგხვდება. დაახლოებით ეს იგივე თემა არის როგორი პრობლემებიც მე შემხვდა და პარლამენტში შესვლა არჩევნებთან დაკავშირებით მე მქონდა ჩემი მოსაზრება ძალიან ღიად უთხარი იქა როცა ვლაპარაკობთ ხოთაშორის მე მინდა გითხო ისე გუბას როცა ეს საკითხი გადაწყდა რომ შევსულიყავით იქ თუ არ უნდა შევსულიყავ ამის განხილვა არ მომხდარა რაღაც გუბასაც არ მიუღია ამ განხილვაში მონაწილეობდა რომ იქ არ იყო იმ წუთში და ნუ ეხა მეორე თემაა მაგრამ მე მეორე არ ვიცი ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება აი არ შევდივარ პარლამენტში ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება რომ იცი როგორ ხდება მე ორი დღით გვიან ჩამოვედი ქუთაისიდან დამხვდა ეს ვითარება რომ პარლამენტში არ შევდივართ მე ხოთაშორის დავეთანხმე ამ ამბავს მე არა ვთვლი ახლა გია თორთლაძე რომ მოღალატეა იმიტომ რომ მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ასეთი შეფასებების იმიტომ რომ გაისმა პრესაში იგივე ჩემი კოლეგა მეგობრებისგან არავითარ შემთხვევაში მაგრამ მე ვთვლი რომ თქვათ გიამ დაუშვა შეცდომა რომ შევიდა ამის უფლება მე მაქვს მაგრამ მე ამის უფლებას ვერასდროს ვერ მიცემ თავს რომ ამაზე ვისაუბროთ საგანში ხო არა საგანშიც ვისაუბროთ შეჯი შევიდანო გია თორთლაძეს პატრიოტებში და მამულიშვილობაში მე ამის უფლებას თავს ვერ მიცემ ვერანაირად მაგრამ ვთვლი რომ შეცდომა დაუშვა მე პირიქით ვთვლი მე ვთვლი პირიქით იმას რომ საერთოდ დამოკიდებულება ასეთი უნდა იყოს პრობლემა შეგეცვა მექნება თქვენთან და მე ხო არ მithქვავს ვიღაცისთვის რომ იცი რა ესეთი კითხვები დაისვა ხშირად რომ აი რო შეხვედი შენ მამამრჩეველს მაგიტო კი არ მოუცია ხმა მაშინ მე ვამბობ კაცო ეგეთ რამეს თუ ჩვენ ეს გვინდოდა დაგვედგინა მაშინ უნდა დაგვედგინა აი 50 კაცზე მე თქვას თუ არ მივიღებდით მაშინ არ შევდივარ და გვეთქვა ეს ამას წინასწარ ხო ეს ძველი პრობლემაა რომელიც მოუშვება მაგრამ ეს იგივე დამოკიდებულება მინდა დავაფიქსირო მე ეს არის ორი პოზიცია არ შეიძლება ამ ქვეყანაში მუდმივად მიდიოდეს ზახილი აი შეხვედი პარლამენტში მოღალატე ხა ვინც არ შევიდა ის მოღალატე ეს არ არის და სწორი ან ვიღაცამ რაღაც აზრი თქვა და ეს არის გარდათავსებული აუცილებლად იმიტომ რომ ასეთი აზრი აქვს კი ეს ხოთაშორის მე მინდა გითხრა რომ ფორუმს არასდროს არ დაუფიქსირებდა ალბათ ბატონია ეს დისკუსია ჯობს გაიმართოს იმ ადამიანების თანდასწრებით, ვინც კონკრეტულად პრეტენზიას გიყენებთ თქვა, ხო? ერთ შეკითხვა მექნება და ბოლოს ალბათ გადაცემას ამით დავასრულებთ. თქვენი აზრით, როდის გამოვა თვითონ გია გაჩეჩილაძე უცნობი? იქ უწერია როცა გამოვა კაცო. არა, მან სხვათაშორის ეგ შეკითხვა დაისვა ზოგი. თქვენი აზრით. გიას ნათქვამი აქვს, რომ სამდე ეს რეჟიმი იქნება, მაგრამ არის მეორე ვარიაციაც, რომ ეს 9 აპრილამდე გრძელდება. არ ვიცი ახლა გია მე მაგალითად ვნახე რა რომ ძალიან მძიმე ვითარებაშია გია იქა რა ფიზიკურად მორალურად ხა ყოველ საღამოს გამთენიამდე საუბარი ამ თემებზე ახლა დიდი ენერგია მეაქვს მორალურიც და ფიზიკურიც
ახლა ჩვენ კაცნი ვართ ხო სუყალანი რა ახლა სხვა საკითხი როცა დაждჯდზე ხარ შენ მაგრამ სხვა საკითხი როცა შენ თვითონ იკრძალავ ამას მე მაგალითად მას ურჩევდი რომ გაუფრთხილდეს თავის ჯანმრთელობას თავის მდგომარეობას და დაასრულოს ის რაც უწერია თქვა 9 აპრილი მაგრამ მე არ გამოვრიცხავ რომ მე შეკითხვა დაუსვით ხოთაშვილობას კითხე რომ აი დღეები რო წერია თქო დარჩა 78 66 5 მე იმედი მაქვს რომ ამას გულისხმობს არა ესე იქნებაო მითხრა ნუ ახლა რა ვიცი ანუ მოლოდინია რომ 9 აპრილს გადადგება პრეზიდენტი არა მოლოდინი კი არის მოლოდინი ყოველდღიურად მაქვს მე თუმცა არ მჯერა რომ ეგრე მოხდეს აქცია გრძელდება 9 აპრილამდე ასე ვთქვათ ეს გავიგე მე იქ საუბრისას და ნუ წარწერებიც მაგას მეტყოლებდა ასე რომ თუმცა არც ესე ცოტა დრო არ არის 9 აპრილამდე რა და ნახოთ საკანე როგორ დაიყურება ერთ რამე გეტყვი რა ხალხმა ციმბირებში გაუძლო ხა 20 წლიან ციხეში და რო გაუძლებს სამთვეს ხა დიდი ხო არა თან მით უმეტეს იქ ხა არავინ ყოველ შემთხვევაში სრული მე მაგალითად ვფიქრობ რომ ძალიან გიასთვის აი თვითონ პიროვნებისთვის დავანებოთ თავი პროტესტის ფორმას დავანებოთ თავი ხელისუფლებას დავანებოთ თავი ყველაფერს აი თვითონ ადამიანისთვის როცა ადამიანი ზის საგანში და მოდიან სხვა კატეგორიის ხალხი ვიღაცა რაღაცაზე ეთანხმება მაგას იყო ერთი შეხვედრა აბსოლუტურად უინტერესო იყო რატო იმიტომ კი არა უინტერესო ხალხი შეიკრიბა უინტერესო იყო რომ არ იყო პოლემიკა რა ერთეგივე აზრი ჰქონდათ მოვლენებთან დაკავშირებით ამიტომ იქ არ იყო საინტერესო ახლა ვიღაცა შევა იქ იქ იქნება მწვავე საუბარი მე ჩემთან მიმართებაში იყო იქ მწვავე საუბარი იმიტომ რომ იქ რაღაც ისე თემები შევეხეთ ვფიქრობ რომ სხვადასხვა თემატიკა უნდა იყოს იქ დიდი მადლობა ჩვენს რადიო მსმენელებსა და ტელემაყურებლებს შევახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ ბატონები გუბა სანიკიძე და გია თორთლაძე და საუბრობდით საკანზე, რომელშიც ისინი ნებაყოფლობით ჩასდნენ. ამით უცნობი კავკასია დღეს გემშვიდობებთ. ეთერში იყო გადაცემა უცნობი კავკასია.